თქვენ უსმენთ ახალციხის დასრულთა განათლების ცენტრის რადიო ედუსტრიმს. თვალი გვადარნეთ ახალციხის დასრულთა განათლების ცენტრის რადიო ედუსტრიმის YouTube-ისა და Facebook-ის გვერდებზე. დღევანდელ გადაცემაში მოისმენთ რუბრიკებს ჩემი საქმე და განათლების გზამკვლევი. რუბრიკაში ჩემი საქმე ვსაუბრობთ პროფესიებზე, პროფესიულ არჩევანზე, გამოცდილებებზე, წარმატებებზე და გამოწვევებზე. მოგესალმებით, ეთერშია გადაცემა ჩემი საქმე, მე კი მისი წამყვანი ნანა ყავრელიშვილი ვარ. დღევანდელი ჩემი გადაცემის სტუმრები გახლავან კლაუჭედის სპორტის წარმომადგენლები, ერთ-ერთი არის ლუკა ხითარიშვილი, რომელიც არის მსოფლიო ჩემპიონი და ის არის ადამიანი, რომელმაც როგორც თავის ოჯახს, ასევე რეგიონს და ქვეყანას წარმატება მოუტანა და მისი მწვრთნელი გაგა გელაშვილი. დღეს ჩვენ ვისაუბრეთ საკმაოდ საინტერესო საკითხებზე, მის გზაზე, როგორ განულო სპორტიდან ამ სფეროში თავისი კარიერა და გახდა დღეს უკვე მსოფლიო ჩემპიონი და ასევე მისი მწვრთნელი გაგა გელაშვილიც გაგვიზიარებს თავის გამოცდილებას. მოგესალმებით და მადლობა, რომ ჩემი გადაცემის სტუმრები ხართ. მადლობა, მოგესალმებით ჩვენც. გაგა, ძალიან დიდი მადლობა, რომ ესეთ ახალ და საინტერესო თაობას ზრდით და შესაბამისად ასეთი კარგი წარმატებები აქვს და ჩემთვის დიდი აღმოჩენაა სწორედ ლუკას წარმატება, რომელიც ერთგვარად რეგიონის წარმატებაც არის და თავდაპირველად ლუკას ვკითხავ, ზოგადად რომ გაგვეცნოთ, ლუკა, თავი რომ წარმოგვიდგინოთ, სადაც სწავლობ და როგორია, ასე ვთქვათ, შენი გზა ყოველდღიური ცხოვრებიდან სპორტში მოხვედრამდე. გამარჯობათ, მე ვარ ლუკა ხითარიშვილი, 15 წლის, მე-10 კლასში ვსწავლე. ამ სპორტში დაინტერესება იყო შარშანდელი წლის გაზაფხულზე, როცა გაგამ ჩაატარა შეჯიბრი, სადაც მივიღე მონაწილეობა და მეორე ადგილზე გავადი. რამაც მოუცა მე мотивация, რომ გამაგრძელებინა ეს სპორტი და ყოფილიყავი ძლიერი და საკმაოდ საინტერესო, რასაც პატარა ასაკში გადაწყვეტა სპორტში მოხვედრა, შენ გადაწყვეტილებას როგორ შეხვდნენ შენი ოჯახის წევრები და შენი ახლობლები? იყო ის მომენტი, როდესაც არ უნდათ რაღაც ხრივ, იმიტომ რომ მოიცავს დიდ რისკებს, ტრამვებს, მაგრამ ერთ წარმატება მე შეცვალა უფრო. ეს ერთი წარმატება იყო შენთვის მთავარი мотивация იმისთვის, რომ ამ სპორტში გაგეგრძელებინა მოღვაწეობა ალბათ. გაგას უკითხავ შენ მწვრთნელს, თქვენი პირველი შეხვედრა რომ გაიხსენოთ, როგორი იყო და დაინახეთ თუ არა სწორედ ის პოტენციალი, რომ დღეს ის უკვე მსოფლიო ჩემპიონი გახდებოდა. მინდა პირველ რიგში მადლობა გადაგიხადოთ თქვენ აქ მოწვევისათვის. და რაც შეეხება ჩვენს პირველ შეხვედრას, ეს იყო დღეს ზუსტად როგორც ლუკამ აღნიშნა, წინა გასულ წელს სკოლებში შეჯიბრი ჩავატარე. და ვახდენდი ახალგაზრდების პოპულარიზაციას და ახალგაზრდა თაობის შერჩევას, რომ მომავალში უკეთესი შედეგები მოეტანა ჩვენი რეგიონისათვის. შესაბამისად, ლუკა იყო ვალიდან ჩამოსული, როგორც ვალის პირველი საჯარო სკოლა, ხო? პირველი საჯარო სკოლიდან იყო ჩამოსული, მიიღო მონაწილეობა და მეორე ადგილი დაიკავა. რაც შეეხება მოლოდინებს, უშუალოდ მოლოდინებს რო გითხრა საერთოდ არავის არ ამყარებს წინასწარ, რომ აი ეს გახდება მსოფლიო ჩემპიონი და ასე შემდეგ. ყველა ადამიანი, როდესაც მოდის დარბაზში და იწყებს ყველაფერი, სუსტად მაშინ ვლინდება ადამიანში. აი ეს რო შეხედა, აი იცი რა შეაში მსოფლიო ჩემპიონი არსებობს, ცოტა ესე უყურებს სკეპტიკურად თუნდაც. მირჩევნია დავინახო იმ ადამიანში, იმიტომ რომ შეიძლება ქონდეს მართლა სერიოზული მონაცემი ადამიანს, მაგრამ არ იყოს შრომის მოყვარე, პასუხისმგებელი და ძალიან ბევრ რამებს შეუშალოს ხელი. ხო, გაგა, იმისთვის რომ ჩვენი მსმენელებისთვის და მაყურებლისთვის უფრო თვალსაჩინო გავხადოთ, რაზეც ვსაუბრობთ, ზოგადად რომ გაგვიზიაროთ, რა სპორტია, რას მოიცავს და ჩვენს რეგიონში დღესდღეობით რა შესაძლებლობები არსებობს ამ მიმართულებით. კი ბატონო, საერთოდ კლაუჭიდი ახალციხეში და საერთოდ საქართველოს მასშტაბით დიდი ხნის 1990-იანებშიც კი უკვე არსებობდა საკმაოდ კარგად და პერსპექტიულად, მაგრამ ახალციხეში ეს გუნდი უშუალოდ 2020 წელს ჩამოყალიბდა, რომელიც დაავარსე ახალციხის მუნიციპალიტეტ მერიასთან და სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტთან თანამშრომლობთან ერთად. ჩამოაყალიბე, მაშინ დაახლოებით 10 ახალგაზრდა ვარჯიშობდა, მოგვიანებით მე რა თქმა უნდა მიღწევები რომ დაინახეს, მეტი საზოგადოება დავაინტერესე ბავშვებთან და უკვე ფართო ხასიათი მეეცა ამ ყველაფერს რა და ეს მიყვებოდა ეტაპობრივად რა და დღეს უკვე მეტად წარმოჩენილები ვართ ახალციხეში, ასე თუ ისე გვიცნობენ უკვე ყველა, იმიტომ რომ ახალციხის პირველი კლუბია და ალბათ პირველი არა, თელს
ხანძრიაში სამსხიავხეთში არის, რომელსაც უკვე ჰყავს მსოფლიო ჩემპიონი. სამსხიავხეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩავატარეთ შეხვედრა, სადაც ჰქონდა ჩვენი მკლავჭედის გუნდის პრეზენტაცია და ასევე იმ მსოფლიო ჩემპიონისა და ვიცე-ჩემპიონის დაჯილდოება, რომელმაც სულ რამოდენიმე დღის წინ მოგვიტანა მთლიან მესხეთს მსოფლიო ჩემპიონობა და გამარჯვება თავისთავად. აქ წარმოადგინეთ, რა თქმა უნდა, როგორც მსოფლიო ჩემპიონები, ასევე ის განვლილი გზა, რომელიც აქამდე გავიარეთ 2020 წლიდან 2025 წლის ჩათვლით. დღეს მონაცემებით ჩვენს გუნდის სახელზეა საქართველოს 7 წლის ჩემპიონები ყავს, ვიცე-ჩემპიონები ყავს, ევროპის თასის ჩემპიონი, შვეიცარიის ჩემპიონი ყავს, მსოფლიო ჩემპიონი და ვიცე-ჩემპიონი ყავს, ასევე ჩვენს გუნდს. ძალიან კარგი. გადავართ ჩვენს სპორტსმენთან, ჩვენს წარმატებულ ჩემპიონთან. შამშენი პირველი შეჯიბრი ახსენე, რომელიც გასულ წელს ჰქონდა და ადგილობრივ დონეზე საკმაოდ დიდი წარმატება ჰქონდა. აი ეს გზა რო გაიხსენო, მანამდე თუ გქონდა თუნდაც ადგილობრივ დონეზე, შენ სკოლაში, შენს ქალაქში, შესაძლებლობა რომ გევარჯიშო თუ ანუ როგორ მოხდა ეს შენი წარმატება? ეს ვარჯიშის თემა ძალიან რთული იყო მაგ დროს, იმიტომ რომ არ მქონდა ელემენტარული ტექნიკა, რომ მევარჯიშო რა თუნდაც არ ვიცოდი ვარჯიში როგორ უნდა მევარჯიშო. სახლის პირობებში რაც შემეძლო, იმას ვაკეთებდი. ანუ შენ ფაქტობრივად მანამდეც გქონდა ინტერესი ამ სფეროსთან დაკავშირებით. ანუ ჩემ თავში ხედავდი, რომ რაღაც შემეძლო ამ სპორტში და შემდეგ დავინტერესდი, უფრო კარგად ჩავაცი ამ სპორტს. კი ბატონო. და შემდგომში უკვე როგორ განვითარდა შენი, ასე ვთქვათ, კარიერული წინსვლა, მას შემდგომ, რაც ამ სპორტს დაუკავშირე საკუთარი თავი და დღესდღეობით უკვე ხარ ახალციხეში ერთ-ერთი წარმატებული და მსოფლიოს მასშტაბით. მას შემდეგ გუნდელების და გაგას დახმარებით უფრო და უფრო ვითარდებოდი. შემდეგ იყო საქართველოს ჩემპიონატი, სადაც მოვიპოვე პირველი ადგილი და ნელა მიუყვებოდი გზას გამარჯვებისკენ. ყველაზე დიდი დაბრკოლება რა გქონდა? აი ამ გზაზე. ყველაზე დიდი დაბრკოლება ალბათ იყო ვარჯიშებზე. ხშირად ხდებოდა ისე, რომ ვალიდან მოგეხსენებათ რთულია მგზავრობა ამ ხილა გზაზე და გზის ამბავი იყო რთული, რომ მგზავრობონა. არ იყო ხანდახან ტრანსპორტი და მაინც ვცდილობდი ხოლმე, რომ არ გამეცდინა ვარჯიშები. რამდენად რთული იყო მსოფლიო ჩემპიონატისთვის მზადება? და იყო თუ არა შენი პირველი გამარჯვების შემდგომ ერთ-ერთი მთავარი მიზანი, რომ აი ამისთვის უნდა გებრძოლა? ეს გზა ძალიან რთული იყო. ხშირად იყო ისეთი მომენტები, რაც ვახსენე, რომ ვარჯიში ვერ მიხერხდებოდა, მაგრამ თავს არ ვზრუნავდი და მაინც ვარჯიშობდი ხოლმე, არ ვაცდენდი ვარჯიშებს. ეს ერთ-ერთი ყველაზე დიდი მიზანი იყო ჩემი და დიდი შრომით და თავდაზოგაობით მივაღწია ამ მიზანს. რა ემოცია და გეოფლა, როდესაც გამოგაცხადეს, რომ ხარ მსოფლიო ჩემპიონი? Got to get hand control, maybe change his style just a little bit in order to help him keep his elbow down on the pad. You see the second referee. Oh, look at, he's got full hand control. Referees are calling a foul in the losing position. I'm not sure if it was an elbow foul or intentional slip, but it was a losing position. That means that Georgia got it back. როდესაც გამოვცხადი მსოფლიო ჩემპიონატს, ეგ მომენტი სიმართლე გითხრათ არ მახსოვს, იმიტომ რომ ძალიან დიდი სიხარულის ქვეშ ვიყავი და ემოციის ქვეშ ვიყავი. როგორ იყო მწვრთნელის ემოცია ამ დროს? მომენტი, როდესაც საჭეზე ვიყავი, მაშინ ეგ მომასწარი რომ მოსულიყავი და ლამის ორია გავაკეთე გზაში სიხარულისგან, ლამის საჭე მოგვიჯე პირველ რიგში. ხო და იმ სიტყვას ვერასდროს ვერ წავშლი საკუთარი ცხოვრებიდან და ალბათ თითოეული ადამიანი, ვინც მაშინ ლუკას ბალეშიკოვდა და უყურებდა ზუსტად იმ ლაივს, რომელიც გადაიდა მაგ მომენტში, სიტყვები from Georgia, Luka Khitariashvili, winner, world champion. ეს იყო საოცარი სიტყვები. უბრალოდ ლუკა ისეთ მომენტში იყო რა, მოწინააღმდეგე მოგეხსენებათ ყავდა ყაზახეთიდან
და ისეთ სიტუაციაში იყო, ისეთი დაძაბული იყო ლუკა და ისეთი თავდაჯერებული იყო, მაგრამ მომენტალურად იმ ადამიანს რომ მოუგო, ვერ წარმოიდგენდა რომ ეს მოგება იქნებოდა და ხელებზე სპეციალურ მაგნეზიას ისვევდა მაგ მომენტში და როდესაც გამოაცხადეს ლუკა და რომ შემოიხედა რომ საჯებს ესე ხელი ქონდათ გაშვერილი მისკენ და მოგებას იძლეოდნენ, ფერი ვარსკვლავ საერთოდ წაუხდა რა, საყვაროდან ყველანაირი ფერი და საოცარი ემოციით რა, აღარ იცოდა რა იქნა, რომ ვერ წარმოიდგენდა რომ ესე მარტივესად, აი გაჭირვების გარეშეც კი გავიდოდა ფინალში და მოიგებდა და გახდებოდა მსოფლიო ჩემპიონი. და აი აქ ჩვენ უკასთან ვისაუბრეთ სირთულები, რაც მას ჰქონდა. შენ როგორც მწვრთნელი თუ გაიხსენებდი ამ მსოფლიო ჩემპიონატის მზადების დროს, რა გზა გაიარა და რა დაბრკოლებების გადალახვა მოგიწიათ ერთობლივად? კი, რა თქმა უნდა, ცხადია გავიხსენებ. ეს არის გზა, რომელსაც თუნდაც ადამიანი, რომელიმე ადამიანი, რომელსაც გაივლის ამ ყველაფერს. შანსი არ აქვს დაავიწყოს ცხოვრების რაღაც ისეთ იმას უნდა მიაღწიოს, რომ დაივიწყოს. ეს გზა არ არის მარტივი, მაგრამ ყველაზე საუკეთესო შედეგი მოაქვს. მთავარია ჩადო შრომა, ღირსეული შრომა ჩადო ამ ყველაფერში. დიდი საშინელება და კატასტროფა არის ორგანიზმისათვის, როდესაც იკლებ დაახლოებით 5 კილოს, 10 კილოს, ლუკას შემთხვევაში ლუკამ დაიკლოვა 10 კილო, 12 კილო. 12 კილოგრამი დაიკლო და ემზადები საერთოდ არ გიწევს ყვება, ყველაფერი გენატრება საერთოდ აკრძალვი გაქვს საკმაოდ ძალიან ბევრი რამ, რომ არ შეგაწუხოს, არ გახდეთ ცუდად შეჯიბრზე, მე მიდიხარ პარანოიში პლუს მნიშვნელოვან საკითხს შევეხები, მაგრამ აცლი შენს ორგანიზმს ცხიმებს, ნახშირწყლებს, ფიტავ ყველანაირად და მიდიხარ და ემზადები ზუსტად ერთი წამისათვის. როცა ისმის მსაჯის სიტყვები. Ready, go! იწყება მოძრაობა და ზუსტად წამის მიასეთში ალბათ 10 წამამდე სრულდება შენი მოძრაობა და იქვე დგინდება ის რომ გამარჯვებული ხარ თუ არა. და აი ამ ნაწილში ალბათ მნიშვნელოვანია ფსიქოლოგიური მზადყოფნა. როგორია ფსიქოლოგიურად თქვენი მხარდაჭერა მონაწილეების მიმართ? საერთოდ, როდესაც ადამიანი შედის დარბაზში, ყველაზე დიდი როლი უნდა მიანიჭოს, როგორც მწვრთნელმა ფსიქოლოგიას. ფსიქოლოგია ეს არის ყველაფერი ჩემთვის. ფსიქოლოგიურად შეგიძლია ადამიანს მოუგო მარტივად, შეიძლება ძალიან ძლიერი იყოს შენთვის, მაგრამ ფსიქოლოგიური საკითხის მიდგომის შეცვლით ძალიან მარტივად დამარცხო ის. მაგალითად, ჩემს პრაქტიკაში უშუალოდ მქონია ის, რომ ჩემზე ბევრად ძლიერი შეხვედრია, მაგრამ იმდენად გამოვიყვანე წყობილებიდან, რომ შემდეგ ამით მე მოუგე და ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ თითოეული ადამიანი მოსწავლე ისე დამუშავდეს ფსიქოლოგიურად, რომ როდესაც მიმომაგიდესთან დადგება, ჩვეულებრივად შეეტყოს სახეს, რომ ის მზად არის ყველაფრისათვის. თორე ადამიანი მოდის მაგიდასთან, ნებისმიერი ძალიან ხშირი შემთხვევაში ვინახავს, რომ ეტყობა, რომ როგორი დაბნეულია. ნებისმიერი ადამიანი ავიღოთ ნებისმიერ სპორტში, რომ მზად არ არის და ის ემოციებისგან განკალებს, რომ აი ესე მიდის ადამიანი თავდაჯერებით და აკეთებს თავის გასაკეთებას და თავისთავად ამის მოლოდინიც და შედეგიც გამარჯვება. ლუკასთან გადავალ მკითხვით, ლუკა, როგორია შენი ყოველდღიური რეჟიმი, იმიტომ რომ ზოგადად ამბობენ, როდესაც სპორტის სამყაროში ხარ, საკმაოდ რთულია ასევე სწავლა შეეჭიდო. როგორ არ ხერხებ აი ამ ორი მნიშვნელოვანი საკითხის ერთად შეთანაწყობას? დაითანხმებით, რომ რთულია ახლაც სწავლა და ვარჯიში ერთად, მაგრამ მაინც ჩემი აზრით განათლება უპირველეს პოლისა არის და ერთმანეთთან შეთანხმებით მაინც ვახერხება. Spartans! Prepare for glory! Hey, yo, Holyfield. Hey, you next! We Spartans never retreat. Spartans never surrender. And by Spartan law, we will stand and fight. Fight left. სწავლასაც და ვარჯიშსაც ერთ. როგორია შენი მეგობრების და შენი თანაკლასელების მხარდაჭერა? როდესაც სოფლიო ჩემპიონატი მოიგე და გავხდი ჩემპიონი, ყველა თითოეულ მეგობარს ძალიან გავუხარდა და ამაყობდნენ ჩემით. ასევე დახვედრაც მომიწყეს სკოლაშიც და ყველა ძალიან ხარშდა, ყველა ჩემს სახელს მივიდა. ძალიან კარგი. და ყველაზე მეტად რა გეხმარება და რა გაძლევს мотивაციას იმისთვის, რომ აი აქ არ გაჩერდე და შენი კარიერული წინსვლა ყოველ წლიურად გაუმჯობესო? мотивაციას მაძლევენ ჩემი ოპონენტები და ყოველ ვარჯიშზე უფიქრდები ხოლმე იმას, რომ შეიძლება როდესაც მე ვისვენებ, ისინი ვარჯიშობენ და უფრო ძლიერდებიან ჩემზე მეტად. ამიტომ
არ ვაცდენ ხოლმე ვარჯიშებს და თავდაუზოგავად ვარჯიშობდა ვიხარჯები ხოლმე. როგორია თქვენი ურთიერთობა? მწვრთნელის ვკითხავ, პირველ რიგში შენ გკითხავ, არის თუ არა აცრი და არის თუ არა მეგობრული. როგორი ურთიერთობა გაქვთ, იმიტომ რომ ეხლა რო გიყურებთ, საკმაოდ გონია რომ ძმაკაცები ხარ და უკვე დიდი ხანია ერთმანეთს იცნობთ. დარბაზში უდგებით ერთმანეთს როგორც მწვრთნელი და მოსწავლე, ხოლო დარბაზის გარეთ ვართ მეგობრები და ვახლობთ კარგად ვართ ერთმანეთთან. თქვენ რას გეტყვით? ზოგადად საერთოდ ჩემი მიდგომა დარბაზთან დაკავშირებით საერთოდ პროფესია არის პროფესია, საქმე უნდა გაკეთდეს აუცილებლად. ის არ მაინტერესებს ჩემი ნათესავები ბიძაშვილი ან იგი გააკეთოს. თუნდაც რაც არ უნდა დაგვიждდეს, უნდა გააკეთოს ის. იმისთვის არის დარბაზში მოსული, რომ უნდა გამვითარდეს ფიზიკურად, პიროვნულად და მოუტანოს შედეგი საკუთარ თავს, საკუთარ ოჯახს. მერე დარბაზს და მერე თან საქართველოს და ასე შემდეგ. ესე არის. მოსწავლესთან უმეტესობა ვინსთანაც ურთიერთობა მქონია და მაქვს ესე ჩვეულებრივ მეგობრობ, მათთან კარგი ურთიერთობები გვაქვს. საერთოდ ამის გარდა დავდივართ ლაშქრობაზე, ვნადირობთ ერთად, თევზზე ვაქვთ, ოფროუდზე დავდივართ, ყველაფერს ვახერხებთ, რაც შეიძლება სამეგობრო წრემ გააკეთოს და საუკეთესო გუნდი ჩამოაყალიბოს და საუკეთესო მეგობრები გახდნენ ერთმანეთს. და მგონია ის, რომ ადამიანი, რომელიც სპორტში არის განსაკუთრებით და თან წარმატებულია და წესიერი ადამიანია, ესეთი ადამიანები ყოველთვის უნდა იყვნენ ერთად და ახლოს. იმიტომ რომ ისინი ცუდს ვერაფერს ვერ გააკეთებენ გარდა ერთისა, კარგისა და ჩემპიონობის მომტანისა. ჩემპიონს რო ვკითხოთ, ვინ ყავს მისაბაძი პერსონა ამ სფეროში? ჩემთვის მისაბაძი ადამიანი არის ეს კონკრეტულად ვერ ვიტყვი, მაგრამ ყველა ის დიდი ბუმერაზი კლავჭიდელი, რომლებიც დღესდღეობით ასპარეზობენ მსოფლიოს მასშტაბით და მოდიან ის თვესთვის საკვალიფიკაციო ტურნირებს. ვიცი რაკსაც გადიან ისინი, საერთოდ გზასაც გადიან და დიდ პატივს რა სამომავლო გეგმები გაქვს მომავალში? აპირებთ თუ არა გაგრძელებას ამ სპორტში, რომ უფრო მძლავრად მოიკიდო ფეხი და უახლოეს მომავალში გაქვს თუ არა კიდე რაიმე მსგავსი შეჯიბრება, რომლისთვისაც ემზადები? გეგმები დიდი მაქვს, ვაპირებ რომ გავაცნო ჩვენი თავი, ჩვენი კუთხე, მთელს ქვეყანას და მთელ მსოფლიოს. მომავალში ჩატარდება ევროპის ჩემპიონატი, სადაც ვაპირებ გასვლას და გამარჯვებას, რა თქმა უნდა. მინდა წარმატებები გისურვო. და ბოლოს რა სიტყვადი შენს თანატოლებს? იმიტომ რომ საკმაოდ მნიშვნელოვანია, როდესაც საკუთარი ასაკობრივი კატეგორიიდან იღები мотивაციას იმისთვის, რომ გაუჩინო მეტი ინტერესი სპორტის მიმართულებით. დღესდღეობით საკმაოდ, ასე ვთქვათ, არც თუ ისე პოპულარულია სპორტი ჩვენს რეალობაში და რა სიტყვადი თანატოლებს? თანატოლებს ვეთყოდი იმას, რომ თუ მიზანი გაქვთ, თავი არ დახარჯოთ, იშრომით ბევრი, დაიცავით დისციპლინა და ყველაფერი გამოგიგებთ. თქვენ ბატონო გაგარას ეტყოდით ახალგაზრდებს, რომლებსაც ჯერ კიდევ არ გადაუწყვეტიათ სურთ თუ არა ზოგადად სპორტით დაკავება და განსაკუთრებით კლავჭიდის მიმართულებით, იმიტომ რომ არის ხოლმე შემთხვევები, როდესაც მშობლები ამბობენ, რომ აი ჭიდაობაზე არ მევიყვან, იმიტომ რომ იქ ბავშვს ცემენ, რაღაცა დაზიანებას მიიღებს და ხშირად მშობლები თავს არიდებენ ხოლმე, თუნდაც პატარა ასაკიდან ბავშვები სპორტით დააკავონ. რა რჩევას მისცემდით მათ და ასევე მათ, ვინც უკვე სპორტში გადაწყვეტეს, რომ საკუთარი ძალები მოსიჯან? საერთოდ დავიწყებთ იქიდან, როგორ უნდა შევარჩიოთ საკუთარი ბავშვი რომელიმე სპორტზე შევიყვანოთ და როგორ უნდა გამოვიცნოთ დაახლოებით პატარა სეკრეტს განვიხილავ ჩემი მხრიდან. პირველ რიგში მისი გენეტიკა უნდა გავსაზღვროთ ბავშვის დაახლოებით მონაცემები, რა სირთულეების წინაღობა შეუძლია რომ გადალახოს და რა თქმა უნდა როგორი ხასიათი აქვს ბავშვს და რამდენად დაუდგება თუ არა მშობელი გვერდით. გამომდინარე იქიდან რომ ბავშვი რომელიც გადაწყვეტავს თვითონ რომ უნდა მაგალითად კლავჭიდი, თუ მშობელი ეტყვის რომ არა, რა თქმა უნდა ხელი ვერ შეეწყობა და ვერ იბლის. არ და შეიძლება დიდი მომავალი გქონდეს ამ სპორტში, თუნდაც ფეხბურთში, თუნდაც კალათბურთში და ასე შემდეგ. ეს არის გასათვალისწინებელი. საერთოდ ძველი თაობის ხალხს, აი ჩემი მშობლების ხალხს, დღესაც მე რო გავიხსენებ საკუთარ თავზე, არასდროს არ მქონდა ხოლმე მათგან мотивация, რომ
აი მოდი რა, იცი რა, სპორტს გაყევი და ჩამოყალიბდა ეს мотивация მე თვითონ ვიპოვე საკუთარ თავში, განსაკუთრებით და მერე თავისთავად შემიდები მეხმარებოდნენ მაგაში ყველაფერში და ეტაპობრივად მივახცე დამოუკიდებლად მოვიტანე აქამდე ყველაფერი ეს. ბავშვს სანამ გადავწყვიტოთ რომ სპორტში ჩავერთოთ, რა თქმა უნდა, ბევრი სახის სპორტი არსებობს საერთოდ რა, რომ გადავხედოთ, რა თქმა უნდა შეურჩიო სპორტის ის სახეობა, სადაც ყურადღებას აქცევენ დაახლოებით რა და თავდაპირველად დაცულია ბავშვი ბევრი ტრამვისაგან. ანუ არ უნდა შევტანოთ ბავშვი თავიდან ისეთ სპორტებში, რომ აი მაგალითად ფეხი მოიტეხოს, თავი გაიტეხოს და ასე შემდეგ. ეტაპობრივად თორე არსებობს ბავშვების კატეგორია, როდესაც შეიყვან მაგალითად სპორტის სახეობა რაგბზე, იმ წუთშივე შეძულდება. იმიტომ რომ ის არ არის მისი ორგანიზმი მომზადებული და მობილიზებული შეჭიდებას, სირთულეების გადაკიდებას. ხანახა ბევრი მშობელი მინახია, რომ აი ჩემი შვილი ჯანზია და მოდი რა ეხა ამას გავზრდი იმისთვის რა ქვია რაგბისთვის და ყველას დაამტრევს და მინახია ზუსტად ერთ კვირაში უკვე გამოსულები. ეს არაფერს ანიშნავს. ფსიქოლოგიური მიდგომა, დამუშავება ბავშვის ერთი და ეტაპობრივად ნელ-ნელა საფეხურებზე გადასვლას მოიცავს, რა თქმა უნდა. ბავშვი შეგვიძლია დავაკავოთ დაახლოებით 10 წლიდან, თავისთავად განმეორდები ის, რომ უნდა უწყოდეს თავისი გენეტიკა ხელს. რამდენად არის ფსიქოლოგიურად მზად, რომ ჩაერთოს სპორტში. სპორტი ის ხო არ არის, რომ აი მაგათად დავუდოთ გაკვეთილები და ვასწავლოთ და ასე შემდეგ. სპორტი არის ფიზიკური განვითარება, იმიტომ რომ თითოეულ გაკვეთილს, ჩატარებულ გაკვეთილს იმხელა მნიშვნელობა გააჩნია, რომ შესაძლებელია სამომავლოდ ძალიან ცუდად განუვითაროთ ის კუნთი, რომელიც შემდეგ ძალიან ისეთ ტრამას გამოგვიწევს. ამიტომ მშობლებმა უნდა დააკვირდნენ ამ ყველაფერს და კარგად შეხედონ. უნდა აირჩიონ შესაბამისი მწვრთნელი, სერტიფიცირებული მწვრთნელი თავისთავად, რომელსაც გამოცდილება აქვს, შესაბამისი ყურადღებიანია და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მადლობა. ძალიან მიხარია რომ გაგიცანით, მიხარია რომ ჩემი გადაცემის სტუმრები იყავით. მინდა წარმატებები გისურვო, არა მარტო მიმდინარე წელს, მომდევნო წლებშიც იგივე ტიტული შეგენარჩუნებინოს. წარმატება თქვენ საქმიანობას, მე კი გემშვიდობებით მომავალ შეხვედრამდე. ძალიან დიდი მადლობა თქვენს. მადლობა. Got to get hand control, maybe change his style just a little bit in order to help him keep his elbow down on the pad. You see the second referee. Oh, look at, he's got full hand control. Referees are calling a foul in the losing position. I'm not sure if it was an elbow foul or intentional slip, but it was a losing position. That means that Georgia got it back. რუბრიკაში განათლების გზამკვლევი გაგაცნობთ ფორმალური და არაფორმალური განათლების შესაძლებლობებს. მე გახლავართ ცირამესხიშვილი, ასოციაცია ტოლერანტის დამფუძნებელი დირექტორი და ძალიან სასიამოვნოა გავუწყოთ, რომ ერთი წელია თითქმის რაც ჩვენთან ამ ასოციაცია ტოლერანტის ბაზაზე ჩამოყალიბდა 60+ სოციალური ინტეგრაციის ცენტრი, სადაც არის 25 ბენეფიციარი, 60 წელს გადაცილებული, რომლებიც გადიან აი ესე იგი რეაბილიტაციო კურსებს ჩვენს ოფისში და ეს არის პირველი, როგორც ვთქვი, გორში არსებობს რამდენიმე ცენტრი და გორის აქეთ უკვე ხაშური ბორჯომი და ასე შემდეგ სამცხე ჯავხეთის ტერიტორიაზე არის პირველი, ჯანმრთელად ჩვენ ვართ პირველი მერცხლები და ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ მოგვბაძავენ სხვა ქალაქებიც და იქაც გაიხსნება მსგავსი ცენტრები. ჩვენმა გუნდმა გადაწყვიტა, რომ აი საიუბილეო 25 წლის თავი შეგვისრულდა წელს ჩამოგვეყალიბებინა, გაგვიძლებინა ეს ცენტრი და დიდი მადლობა ორგანიზაციას სენს, ევროკავშირს, რომ აი მათი დაფინანსებით მოხდა მცირედი თანხების გაღება და ნამდვილად საქმე არის, თქო უნდა, ბევრად მეტი გაკეთებული, მაგრამ ეს მცირედი დაფინანსება ძალიან შეგვეშველა, რომ საწყისი სტარტი დაგვეწყო. მე ვფიქრობ, რომ საზოგადოებებისათვის საჭირო არის ასეთი ღირსეული სიბერე ქვია უფრო მეტად აი ამ ასეთ წამოწყებას, იმიტომ რომ თითქოს ჩვენ ისეთ საზოგადოებაში ვცხოვრობთ, ბოდიში ესეც სლენგი არის უხეში, მაგრამ 60 გადაცილებული ადამიანები, ვინც გავიდნენ პენსიაზე, ჩამოვწერეთ. რო ეგენი აღარ არსებობენ. აქ არ არის საუბარი იმაზე, რომ
სოციალურად დაუცველები არითვლებიან აქ. სოციალურ დაუცველებში ცალკე პროგრამა აქვს სახელმწიფოს არ იგულისხმება დაუშვათ შეშმ ხანდაზმულები, მაგრამ აქ არიან ადამიანები, რომლებიც ჯანმრთელებიც არიან, საკუთარი თავის რჩენად შეუძლიათ, მაგრამ უფუნქციოდ არიან დარჩენილები და როდესაც ადამიანი არის უფუნქციოდ დარჩენილი, მისი სიბერე ძალიან ადრე მოდის და ანუ ეს ღირსეული სიბერე ნიშნავს აქტიურ ჩართულობას ყველაფერში, იმიტომ რომ ეს ხალხი იმსახურებს იმუშევია ამდენი წელია ხომ გახდა რაღაც გარკვეული ასაკი შეუსრულდა და შემდგომ თითქოს არავის არ ჭირდება. ხო მე მესმის რომ ოჯახში არიან, ყავთ ოჯახის წევრი, ყველას თავის საქმე აქვს, მიდიან სამსახურში, მარტო რჩებიან, მთელ დღე სერიალებს უყურებენ და მეტი რა გააკეთონ არ იციან. აქ უკვე ხდება აბსოლუტურად ყველანაირი ხელშეწყობა მათ მიერ შერჩეული პრიორიტეტების მიხედვით. ჩვენ ჯერ ვაკეთებთ რეფერირებას, ოდესაც ჩვენთან მოდიან სპეციალური ანკეტა და ვეუბნებთ რა გინდათ. რაში გინდათ მონაწილეობა მიიღოთ. ზოგი ირჩევს უცხო ენას, ზოგი ირჩევს ციფრულ უნარებს, ჩვენ არაჩვეულებრივი სახელოსნო გვაქვს ასევე, სადაც ამზადებენ სამკაულებს და დეკორატიულ სანთლებს. და ყოველთვის არიან დაკავებულები. ამის გარდა გვაქვს ექსკურსიები, გვაქვს სპექტაკლებზე დასწრება, გერ ახლა ვემზადებით საპრემიერო დასწრებასაც და ყველაფერში ხელს უწყობთ, რომ ისინი იყვნენ აქტიურები და თუ თქვენ თვითონ გაესაუბრებით, იტყვია რომ აი როგორ მოგვიხარია ჩვენ, იმიტომ რომ ვიცით რომ ვიღაცას ვჭირდებით, იმიტომ რომ გარეთ გავალთ. ყველას ბეზრდება, ხო 24 საათი სახლში შტომა, მithumetes როცა შეგიძლია თავისუფლად გადაადგილება, როცა გაქვს ამისი უნარი. სამწუხაროდ საქართველოში ეს ტრადიცია, ეს ძალიან კარგი რამ, რაც ადამიანებს გაუხანგრძლივებს სიცოცხლეს, ძალიან დიდ ქალაქებშია მხოლოდ ჯერჯერობით დანერგილი და ყველგან არ არის, თორემ მოხუცი არ ამნიშნულობა აქვს ეს ქალაქში იქნება თუ სოფელში, ხო? თქვენ მოგეხსენებათ იგივე ამერიკაში, ევროპის ძალიან ბევრ ქვეყნებში ჩვენ მე თვითონ მაქვს ნანახი ეს არაჩვეულებრივი ცენტრები, სადაც რას არაკეთებენ ხანდაზმული ადამიანები და მე თავიანთ სოციალური ბიზნესიც კი აქვს, მე იმას ყიდიან თავიანთ პროდუქციას, რასაც ამზადებენ და ამავდროულად სახელმწიფო აფინანსებს. ნაწილობრივ აფინანსებს სახელმწიფო. ჩვენ ამ случае არავინ არ გვაფინანსებს. ჩვენ თვითონ ვაფინანსებთ, ეხლა ვართ ყველა მოხალისეები. რა თქმა უნდა, ახლა ჩაივლისა თვითმმართველობის არჩევნები რაღაცნაირად მივალთ კიდევ შევახსენებთ, მაინდამაინც დიდი იმედი არ მაქვს, მაგრამ ყოველ შემთხვევაში არც ჩემი ბაბუები და ბებიები არიან აქ და ჩემი ბიძაშვილები, ხო? ესენი არიან ჩვენ ქალაქში მაცხოვრებელი ადამიანები, რომელიც ყველასია და არ არის მარტო დაუშვათ ტოლერანტის და ცირა მესხიშვილის. და ესეთი ძალიან ბედნიერები არიან, როდესაც ახლა მართლა ინგლისურად თქვა დაიწყებენ ახლა საუბარს და მართლა მისი სერტიფიკატს ხო არ მივცემ დენის, მაგრამ როდესაც ადამიანის გონება არის მუდმივად ჩართული და რაღაც ახალს ითვისებს, თქვენ წარმოიდგინეთ ჩვენ სამედიცინო დარგის მუშაკებსაც გავისაუბრებთ, რამდენი უჯრედი თურმე ინარჩუნებს თავის არსებობას. twins და ეს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რომელიც მისი პრევენცია არის, დემენციის პრევენცია, რომელიც დაახლოებით 45%-ს აქვს ასაკოვანი ხალხის და ალცჰეიმერის ასევე პრევენციასაც. ანუ ადამიანის twin-ი მუდმივად უნდა იყოს ჩართული, მუშაობდეს, ახალს ითვისებდეს და ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ამას, რომ ჩვენ ადამიანებს სიცოცხლეს უხანგრძლივებთ. ეს არის ყველაზე მთავარი და მათ თავიანთი ნამუშევრებით, თავიანთი მიღწევებით მე თვითონვე არიან გაყოფილები. ჩვენ ბუკლეტებიც დავბეჭდეთ, გავავრცელეთ ქალაქში, რომ დაინახონ რა პროგრამები არის ჩვენთან და ეხლა ვფიქრობთ დღეს ზუსტად შევიმუშავეთ კიდევ ახალი პროგრამა, გვინდა რომ ვასწავლოთ ჯანსაღი კვება მაგალითად, როგორი არის ხანდაზმულება, როგორ უნდა იკვებონ, დიაბეტის მქონე ადამიანებისთვის როგორ შეიძლება რომ ეს კვების რაღაც ნორმები ვასწავლოთ, უნდა მოვიწვიოთ ექიმები, იმედია მოხალისე ექიმები აღმოჩნდებიან და მართლაც ძალიან ვიეძებთ რომ ამ ადამიანებს აი ესეთი საინტერესოს საქმიანობებში კიდევ ჩავაბათ. ეხლა როგორც გითხარით, ჩვენ როდესაც ვაკეთებთ რეფერირებას, თვითონ ირჩევენ კვირაში რამდენი საათი უნდა მოვიდნენ, ხო მთელი დღე არ არიან ისინი და არც არის რეკომენდირებული ადამიანი იღლება. ხო 2 საათით მოდიან, თვითონ თავის დღეები აქვს დარჩეული, ზოგს უნდა შაბათი, ზოგს ხუთშაბათი, ზოგს პარასკევი და ასე შემდეგ. კვირაში 2 დღე გვაქვს ჩვენ ინგლისური საათები, ოღონდ რადგანაც 2 ჯგუფია, გამოდის რომ მთელ კვირას ავსებენ. ასევე გვაქვს ძალიან საინტერესო პარასკევობებს ვეძახით.
მე ხშირად მათ ვესაუბრებ პატარა სემინარებს ვუტარებ სამცხე-ჯავახეთის ისტორიის ტრადიციების შესახებ და ახლახანს შემომესველა ჩვენი იაპონელი მოხალისე ბატონი იუკი, რომელიც ასევე ესაუბრება იაპონურ ტრადიციებზე და ძალიან მოწონდა ეს ჩართვა ჩვენი მეგობრის იუკი 2 წელი მუშაობს ჩვენთან, ასე რომ სხვა პროგრამებში შემოგვეშვება. მე ვხედავ რომ ძალიან პოპულარული გახდა ცოტა მამაკაცების ნაკლებობა არის, ძირითადად ქალები არიან და ახლობთ 35 ბენეფიციარი გვყავს ამ ეტაპზე. მეტი არა, მაგრამ მე ვისურვებდი რომ ყოფილიყო 100-იც და 150, მაგრამ თქვენ მოგეხსენებათ ფართი არ არის ისეთი დიდი რომ ჩვენ ვეცდებით რომ ვინც მოვიდეს უარს, რა თქმა უნდა არავის არ ვეუბნებით, მაგალითად სხვა ქალაქებში და სხვა ქვეყნებში ფართსაც სახელმწიფო გამოყოფს ხოლმე. და აძლევს, მაგალითად თბილისში აბონემენტებს აძლევენ, რომ ცურვაზე იარო, იქ იოგას კურსები აქვთ, სპორტ დარბაზებში დადიან აბონემენტს ჩუქნეს მერია, ჩვენთან ახლა ამის შესაძლებლობა არ არის ახლა, მაგრამ ძალიან აქვთ თვითონაც სპორტულ საგანმანათლებლო განმაჯანსაღებელი, ნახოთ რაღაცას მოვიფიქრებთ, კიდევ სამომავლო ძალიან ბევრი იდეები გვაქვს. რაც თავარია დავიწყეთ 1 წელია პოპულარული გახდა, რაც თავარია და ძალიან ადამიანები ბედნიერები არიან თქვენ თვითონ გაესაუბრებით და მიხვდებით რომ მათ ძალიან აინტერესებთ აქ მოსვლა. აქ არ არის ლაპარაკი რამდენ სიტყვას ისწავლიან, რამდენ წიგნადადებას, მაგრამ სიამოვნებით გაუზიარეს მაგალითად რამდენიმე თვის წინ თავიანთი აზრები ინგლისურად, როდესაც გვესტუმრა ევროკავშირის ელჩი. თქვენ ვერ წარმოიდგენთ რა ბედნიერი დღე იყო ის, როდესაც ჩვენმა ბენეფიციარებმა თავისი თვალით ნახეს ელჩი, მე მგონი ასე ახლოს არასოდეს არ ენახათ და როგორ დამეგობრდნენ ძალიან რამდენიმე წუთში, როდესაც მათ მიმართეს ინგლისურად, თუმცა ელჩი მას ქართულად გაუბრა საუბარი და ასე რომ ძალიან კარგი დღე იყო და ძალიან ბევრი სტუმარი სტუმრობს ჩვენთან. ესეც ძალიან კარგია. დონორები, სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლები იციან რომ ახალციხეში რო ჩამოვლენ, ერთადერთი ცენტრი არის აქ ტოლერანტი. რომ არა ხო ევროკავშირის დაფინანსება, სხვა შორის ჩვენ დიდი ხანია ეს იდეა მქონდა, მაგრამ რა თქმა უნდა გაგვიჭირდებოდა, ანუ ამხელა როგორ თქვა რესურსი ვერ გვექნებოდა, იმიტომ რომ რა არის რესურსი, ხო? მაგალითად, როდესაც სახელოვნებო კურსებს ამზადებ, იქ უნდა გქონდეს შენ მასალა, ძივებია იქ, ხელსაწყოები არის იც ამზადებ, ამზეს ჩვენ ვერ შევიძენდით. ასევე დაფინანსებადი იყო იურისტის მომსახურება ქონდა, ჩვენ ფსიქოლოგის მომსახურება, სამწუხაროდ ეს ორი მომსახურება ვეღარ არის, იმიტომ რომ პროექტი დასრულდა და ვცდილობ რომ ვინმე მოხალისე მოვძებნოთ, ვინც ამ კუთხით ძალიან კარგად იმუშავეს მათ, თუმცა შეიძლება თქვას რომ არ არის მუდმივად საჭირო, მაგრამ იმ ეტაპზე ძალიან ჭირდებოდათ, ძალიან დიდი იმედებს ამყარებდნენ აი ფსიქოლოგიურ მომსახურებაზე და ძალიან ძნელი იქნებოდა დიდი მადლობა ევროკავშირს, იმიტომ რომ სხვა დონორებს მსგავსი ტიპის მიმართულება სამწუხაროდ სამცხე-ჯავახეთში არ ქონიათ და ჩვენთან შემოვიდა თუ არა სენის ეს პროექტი, ყველა მთელი კოლექტივი აქტიურად ჩავერთეთ, რაღაც გარკვეული სწავლებები გავიარეთ და მე მივხვდით რომ შეგვეძლო უკვე ამ პროექტის მომზადება და არ ვიცი გაამართლა. ხშირად არის ხოლმე რომ პროექტები ერთჯერადია, არ გრძელდება თითქოს და უცბად ჩერდება და მე ვიცი რომ ამ პროექტს არ გაგრძელება და სერიოზული გაგრძელება ექნება. ცირასგან შევიტყვე მე ამ ჯგუფის არსებობის შესახებ, საერთოდ აქ რომ გაიხსნა ეს 60+, იმიტომ რომ ცირას მე დიდი ხანია ვიცნობ და უბრალოდ ქალაქში შევხვდით ერთმანეთს და შემომთავაზა, რადგან უკვე გასული ვიყავი მე პენსიაში და ისე ვიყავი, ასე ვთქვა, თავისუფალი მქონდა დრო. და ეს დრო რომ შემევსო, ამიტომ დავიწყე აქ სიარულით და ყოველთვის მენდოდა ინგლისური არასოდეს არ მისწავლია, სკოლაშიც კი არ მისწავლია და არც ისევე ჩემი გერმანული ნაბვანი ის ამაქვს დამთავრებული. ხო და გადავწყვიტე რომ რატომაც არა ამ ასაკში დავუფლებოდი ცოტა მაინც ინგლისურ ენას. მე 1 წელია რაც დავდივარ, თითქმის 1 წელია რაც დავდივარ აქ. აი მართლა ჩვენი პედაგოგი მარიამი, აი არის სულს გულს და ყველაფერს დებს რომ ჩვენ რაღაცა მაინც შეგვასწავლოს, ცოტა მაინც ხო დარჩება ჩვენ და შეიძლება ისე არ ვისწავლოთ როგორც ახლა პატარა ბავშვები, ბავშვებს ხო სხვანაირი გონება აქვს და ჩვენ უკვე ისე ვეღარ მივდეთ, მაგრამ ვცდილობთ რომ რაღაცა გავაკეთოთ, რაღაცა მაინც დაგვრჩება მეხსიერებაში.
და ამიტომ ძალიან დიდი კმაყოფილები ვარ და ძალიან მადლიერები ვართ მარიამის, ცირასი და საერთოდ აი ამ ჯგუფის. მე გარდა იმისა, რომ დავდივარ ინგლისურის წრეზე, დავდივარ ასე სამკაულების წრეზეც. მაქვს მე მაგისი დრო რომ აქ ვიარო, იმიტომ რომ მართლა გეუბნებით, აღარა ვარ ისე დატვირთული, იმიტომ რომ მთელი ცხოვრება ვმუშაობდი და შაბათი კვირაც აღარ მქონდა, ისე ვიყავი და რადგან ის გამომითავისუფლდა ეს რომ თან ისეთი საინტერესოა აქ ჯერ ის რომ ერთი ასაკის ხალხი ვიყრით თითქმის თავს. ერთმანეთს უზიარებთ, თუ კი ვინმე რამე ვიცით, გარდა იმისა, რომ აქ ვაკეთებთ რამეს, ისედაც ხო საყოფაცხოვრებო რაღაცებზეც ხო საუბრობთ ხოლმე. ძალიან საინტერესოა, მე ვაწყობთ ხოლმე გამოფენებს. ესე ძალიან საინტერესო არის და ამ ბოლო დროს ჩვენ გადავწყვიტეთ გამოფენა გაყიდვაც კი გქონდა და ჩვენი ნაკეთობები რო გაიყიდა, ნუ ეს კიდევ ცალკე სიხარულის მომტანი იყო ჩვენთვის. გადაცემა მომზადებულია ახალციხის დასრულთა განათლების ცენტრის მიერ პროექტის რადიოს ძალის ფარგლებში. რადიო ფუნქციონირებს გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და დილების საერთაშორისო მხარდაჭერით. თვალე გვადევნეთ ახალციხის დასრულთა განათლების ცენტრის რადიო უსტრიმის YouTube-სა და Facebook-ის გვერდებზე.